დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ოზურგეთს პარტიის დამფუძნებლებთან ერთად სტუმრობდა. ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს პარტიის აქტივ შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა დახურული იყო. ჟურნალისტებთან საუბრისას ბურჯანაძემ მხოლოდ მცირედი კომენტარი შემოიფარგლა. პარტიის გადახალისება და გააქტიურება. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს რეგიონებში ინტენსიურ შეხვედრებს გეგმავს. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონებში ჩვენი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ანალიზი ადგილობრივი აქტივისტების მხრიდან ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადადაც მათი მოსაზრებები პრობლემებთან დაკავშირებით, ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით, იმაზე თუ რა არის პარტიის მხრიდან გასაკეთებელი იმისათვის, რომ პარტია გაძლიერდეს და იმისათვის, რომ რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ პარტია ნებისმიერ არჩევნებს შეხვდეს ძალიან ღირსეულად და წარმატებულად. პარტიული შიგა სამზარეულო მზადება რაღაც გარკვეულ ეტაპზე როგორც პარტიამ დაიწყო მოქმედება, უფრო გააქტიურება და ალბათ ამ საკითხებთან გვქონდა ეხლა ჩვენ საუბარი და უახლოეს მომავალში ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით